ქართული ოცნების საარჩევნო კამპანია დღეიდან უკვე ლეგიტიმურია, ლეგიტიმურობა ძვირად ღირებულ რეგიონულ ტურნებს კოალიციის ლიდერმა გუშინ შესწინა. რა უნდოდა მილიარდერს დაძახებულებისათვის ეთქვა. რისთვის შეკრიბა და დაშალა მან მეოცნებე მხარდამჭერები. ამღერებული ივანიშვილი, უცნაური ჟესტიკულაციები, ენაწაბილწული მეოცნებეები და შედეგი, რომელიც ყველა ქუჩის აქციას საბოლოოდ მოაქვს. ნახეთ ივანიშვილის 27 მაისი ერთ რეპორტაჟში. გაგრძელება აუცილებლად იქნება ამოჩნდება. გადაანაწილებენ, გადაახარისხებენ მერე და ყველაფერი გადაეცემა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ზოგი მონიკა ბელუჩი დღეს რეალურად ადრიანა ლიმასაც. ბევრი შემთხვევა ეგეთი შემთხვევა. ოცნებებს გადაახარისხებენ და გადაანაწილებენ. შემდეგ მოიფიქრებენ, ვინც ადრიანა ლიმა და მონიკა ბელუჩი ინატრა როგორ დააკმაყოფილონ. ბიძინამ პირობა დადო. ოცნებების ასრულება იწყება. ოცნება აუსრულდა ბერასაც. მამა როგორც იქნა გაარებერა. უკვე პოლიტიკოსი ბიძინა რომ ფონოგრამასთან ასინქრონით, მაგრამ მაინც ამღერდა. ერთად რადგონა რომ შევძლოთ. ბოლოიმედი არ არის სასული. ჩემი ცხოვრება აუცილებლად. სოცნება ქართული. გუბას სანიკიძე აცეკდა. ზვია ძიძიგური და მაია ფანჯიკიძე ამ დროს წყვილში ცეტავდნენ. არადა შეიძლება არც ეცეკვათ, რომ გაეგოთ მათი ლიდერი თავისუფლების მოედანზე ქუდზე, კაც კი არა, კაცზე ქუდსელოდებოდა. კაცი ქუდზე უნდა გიგიეთ გამონათქვამი. აი ზუსტად ისეთი რამ ხდება დღეს ქვეყანაში და კაცი ქუდზე გამოდიოდა, როდესაც მტერი შემოდიოდა საქართველოში. უქუდოდ, მაგრამ მაინც ელოდნენ ბიძინასაც. პოლიტიკოსის როლის ეშხში შესულმა კუკარაჩას სატრფომ მისი ლიდერის გამოჩენა რამდენჯერმე დააანონსა. ის ხალხთან ერთად მოდის ჩვენსკენ. ერთხანს მაცნობს უკვე რომ ბატონი ბიძინა კოლონასთან ერთად პარლამენტის შენობასთან არის. მე მაცნობს რომ ბატონი ბიძინა უკვე თავისუფლების მოედანზე შემოაბიჯებს. ბატონი ბიძინა მოედანზეა უკვე. ჭანკვედაძისგან განსხვავებით პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინას ასავალ-დასავალს სხვას ეკითხებოდა. ძალიან ვთხოვთ მივცეთ საშუალება რომ ის სცენაზე ამოვიდეს და ყველამ ნახოთ. ისევ ნინელისგან განსხვავებით ბევრად აგრესიულები იყვნენ ისინი, ვისი ხმაც მიკროფონში არ ისმოდა. ცოტა მივიც მოვიწიოთ და შემოუშვათ მოედანზე. მიწევ-მოწევით გათავისუფლებული გზა გუბა სანიკიძისთვის ფართო არ აღმოჩნდა. სიკა კი გამძრა, მაგრამ რა ხასიათდება, იცოდე. სკუპ-სკუპით მიიწ-მოიწია სოზარ სუბარი. თუმცა მილიარდერი მაინც გაწვალდა. ტრიბუნასთან მისვლამდე ჯერ ქვედატანი მოიწესრიგა, შემდეგ ზედატანიც. მოწესრიგებულად ტრიბუნასთან მისულ ივანიშვილს მისი თანაგუნდელების ბილწ-სიტყვაობა არ გაუგია. ზურა ბაბაშიძე ცაგარეიშვილის შეგინებას უსიტყვოდ ჟესტით მიესალმა. საქართველოს გამარჯვების შეძახილიც თავისებური იყო. ლიდერების გვერდით ვერ მოიძებნა ზურაბ ყემავაძის ადგილი. რომელი ადგილი დაკავებული იყო და მოდივარ მოვყვებით გვერდში რა. არა, ადგილი დატოვდა შეენახათ, ყველა თავისი ადგილი დაიკავა და მე მოვყვებით ხალხთან ერთად წყარა და მშვიდად. ადგილები რომ დაიკავეს, მეოცნებეებმა სათანადო ადგილი ქართული ოცნების სიმბოლიკასაც მიუჩინეს. დაჭირდა ქართული ოცნების მაისურების განაწილება. ამ დროს ბურჯანაძე სახალხო კრების ლიდერებს აგროვებდა. საბჭო არ გავებინეთ ერთმანეთს. კბილი-კბილისაწილო ნათქვამია, რადგან მილიარდერმა სოლიდარობა გამოხატა, ბურჯანაძემაც არ დააყოვნა. სოლიდარობა ერთმანეთისაკენ ამბიჯის გადადგმა უნდა იყოს ორმხრივი. ცხადია. ჩვენ დავაფასეთ ის, რომ ბატონმა ბიძინამ გუშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სოლიდარობა ივანიშვილმა აქუბარდიასაც გამოუცხადა და მანიფესტაცია შინდისფერი დროშებით გააფერადა. საქართველოს დროშის დაბრუნებას ვიწყებთ დღეს. დროშები წარსულიდან დააბრუნეს. თავად მედროშეებმაც არ იცოდნენ რატომ.
რატო გიჭირავს ძველი დროშა და არა აწარმოებული? ისი სიმბოლოა ის ფერები, რაც გამოსახულია დროშაზე. სამაგიეროდ ზვიად ძიძიგურმა იცოდა, რომ პატრული, პოლიცია და მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფლების მოედანზე მხოლოდ თვითონ იყო. ჩვენ გვინდა ახლა ეს მაგალები რუსთაველზე შემოსული გაუშვათ კოლონების ოდის მიმართულებით და პატრულის ფუნქციები გვაქვს შეთავსებული ამ ხელა ხალხს აქ, რა ვქნა? რა იყო თქვენი ქართული ოცნება? რა და ბიზნეს ხოს. რატომ უჭერთ ხართ ბიზნესს და რამდენი ადამიანი ჩამოходით საჭიროა? რომ ასეთ ქართული არ ამგონია რომ იყოს. რამდენი ადამიანი ჩამოходით საჭხერიდან? ძალიან ბევრი უთვალავი ალბათ. ვერც პატრულის ფუნქცია შეთავსებულმა და ვერც უთვალავმა საჩხერელმა გააკონტროლა მილიარდერის მიხვრა-მოხვრა. ჟესტიკულაციები კიდევ უფრო გართულდა, როცა ივანიშვილის სიტყვის კონა კინაღამ ქარმა წაიღო.